მოზარდებისთვის საინტერესო ამბით 26 მარტიდან 26 აპრილის ჩათვლით მერვე, მე-9, მე-10 და მე-11 კლასელებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მედია წიგნიერების კონკურსში, რომელიც კომუნიკაციების კომისიამ გამოაცხადა. ნამდვილი თუ მოგონილი? ამ სახელწოდების კონკურსი მოზარდებში ციფრულ სივრცეში ნავიგაციის, ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის, ფაქტების გადამოწმების და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავს მიზნად. ჩვენი სტუმარია მაკა დახუნდარიძე, კომუნიკაციების კომისიის მედია წიგნიერების დეპარტამენტის უფროსი და ის უპასუხებს ჩვენს კითხვებს. მოგესალმებით და გელოდებით. მოგზანდით ჩვენთან სტუდიაში ქალბატონ მაკა. დიდი მადლობა რომ მოხვედით, მოგესალმებით. საკმაოდ საინტერესო პროექტზე უკვე მივაწოდე მაყურებელს ინფორმაცია ნაწილობრივ. მაინტერესებს როგორ გაჩნდა პირველ რიგში იდეა კონკურსის და რა არის მიზანი? კი ბატონო, როგორც იცით, პირველ რიგში მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მაყურებელსაც მივესალმები. როგორც იცით, კომუნიკაციების კომისია არის მედია წიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანიზაცია, რომელსაც ეს ფუნქცია, კანონისმიერი ფუნქცია 2018 წლიდან დაემატა და ამ პერიოდიდან კომუნიკაციების კომისია ახორციელებს არაერთ პროექტს, რომელიც მედია წიგნიერების განვითარებისკენ არის მიმართული, ისევე როგორც არაფორმალური განათლების პროექტებით, ასევე ფორმალური განათლებაში მედია წიგნიერების სისტემური ინტეგრირებით, განსაკუთრებით ზოგად განათლებაში. ნამდვილი თუ მოგონილის კონკურსი სწორედ ასეთ არაფორმალური განათლების პროექტს მიეკუთვნება, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკას და საუკეთესო ანალოგს ეყრდნობა. უკვე მე-13 ვატარებთ და შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი თუ მოგონილის კონკურსი ყველაზე ხანდაზმული პროექტია ჩვენი, რომელიც დღემდე მაღალი ინტერესით გამოირჩევა დაინტერესებული მხარების მხრიდან, სამიზნე აუდიტორია, რაც არის მაღალი კლასის მოსწავლეებისთვის არის ეს კონკურსი და მთავარი მიზანი არის მედია წიგნიერების უნარების განვითარება, კრიტიკული აზროვნების განვითარება, ნამდვილი თუ ყალბი ინფორმაციის გარჩევა და რაც მთავარია ის ფაქტებზე დაფუძნებული ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი. მე ძალიან საინტერესო თემა არჩეული, სანამ კითხვას დავსვამ, ქვეკითხვა მინდა დავსვა ეს სხვადასხვა წელს თემა იცვლებოდა ალბათ. თუ მხოლოდ ამ თემაზე იყო ნამდვილი თუ ყალბი, თუ სხვადასხვა თემები ქონდათ? კი ბატონო, გიპასუხებთ, ამ კონკურსს არ აქვს თემატიკა. მთავარი ამოცანა და დავალება მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ყალბი ინფორმაცია, რომელიც აქამდე გადამოწმებული არ ყოფილა. ეს ინფორმაცია უნდა იყოს აღმოჩენილი ონლაინ მედიაში და რომელიც არ ყოფილა გადამოწმებული და არც დადასტურებული. ეს არის მთავარი ესე იგი სირთულე ამ კონკურსის და შემდეგ უკვე უნდა დაასაბუთონ წყაროებზე დაფუძნებით და ფაქტების მოყვანით თუ ესე იგი რაზე დაყრდნობით იყო აღმოჩენილი ეს ყალბი ინფორმაცია. სოციალური ეპოქის სამყაროში ნამდვილად აქტუალური თემაა და ყველასათვის საინტერესო. ინტელექტის ეპოქაში და ასევე საინტერესოა, გუნდურად შეიძლება მონაწილეობა მიიღოს კონკურსანტმა თუ აუცილებლად ინდივიდუალურად ხდება მონაწილეობის მიღება? ეს კონკურსი ინდივიდუალური კონკურსია, ჩვენი სხვა კონკურსებისგან განსხვავებით. სამი გამარჯვებული ყავს ამ კონკურსს, პირველი, მეორე და მესამე ადგილი, თუმცა ინდივიდუალურად სკოლის მოსწავლეებმა მე-8-დან მე-11 კლასის ჩათვლით უნდა მოამზადონ ნამუშევარი და წარმოადგინონ. აი ამაზე მოგვიგებთ, როგორ არის მაგალითად ადამიანს, რომელსაც აქვს სურვილი მოსწავლეს, როგორ შეიძლება მოხდეს ამ პროექტში? კი ბატონო, ესე იგი პირველ რიგში ვიტყვი, რომ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ისევე როგორც კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე, ასევე მედია წიგნიერების ვებგვერდზე და სოციალურ ქსელშიც. აქ საინტერესოა ის, რომ ჩვენ ყოველი კონკურსის გამარჯვებული მონაწილეების ნამუშევრებს ვაქვეყნებთ ხოლმე, რომ ყოველ მომდევნო მონაწილეს ჰქონდეს საშუალება ნახოს, როგორია გამარჯვებული, ესე იგი კონკურსანტების ნამუშევრები. ეს რაღაცა უფრო თვალსაჩინო და კარგ წარმოდგენას უქმნის μονაწილეებს თუ როგორი ნამუშევარი უნდა მოამზადონ. შესაძლებელი იქნება გავიზიარეთ, კარგი იქნება წარმოდგენა შეექმნება ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო, ნუ როგორც გითხარით, მე-13-ად ვაცხადებ და ძალიან ბევრი ნამუშევარი გვაქვს მიღებული. მათ შორის мотиваციისთვის ქონია შემთხვევები, იმდენად კარგი ნამუშევრები მიგვიღია, რომ ჟიურის გაუჭირდა, მოკლედ, საუკეთესო სამეულის გამოვლენა და ვაჯილდობთ ასევე ყველას სერტიფიკატით, მონაწილეობის
სერტიფიკატით და ესე იგი თვითონ ნამუშევრის ფორმატს ასევე სრულ თავისუფლებას ვაძლევთ მონაწილეებს თავად აირჩიონ რა ფორმით მოგვაწოდონ მათი ესე იგი ნამუშევარი. შეიძლება იყოს აუდიოვიზუალური მასალა, მაგალითად ვიდეო, ან შეიძლება იყოს საპრეზენტაციო მასალა, თუმცა აქაც გვაქვს ესე იგი წესები, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს, მაგალითად თუ კი ვიდეოს ფორმით არის წარმოდგენილი ნამუშევარი, აქ 2 წუთზე მეტი არ უნდა იყოს ქრონომეტრაჟი და რაც შეეხება საპრეზენტაციო მასალას, აქ ან 10 სლაიდი, ან თქვათ 10 გვერდი, ამაზე მეტი არ უნდა იყოს და ეს მონაწილეებმა უნდა გაითვალისწინონ. თქვენ აღნიშნეთ, რომ მაგალითები გამოქვეყნებულია და შეუძლიათ იქიდან ხელმძღვანელონ, თუმცა აი კრიტერიუმები, ძირითადი კრიტერიუმები რო ჩამოთვალოთ, რა უნდა გაითვალისწინონ, რას აქცევს ყველაზე მეტად ჟიური ყურადღებას? კი ბატონო, ესე იგი, სულ 4 კრიტერიუმია, რომელსაც ყველაზე მეტი ყურადღება ექცევა შეფასების პროცესში. პირველი არის, რამდენად რთულად იყო აღმოსაჩენი ეს ყალბი ინფორმაცია და შემდეგ მისი დამტკიცებაც უნდა იყოს რაღაცნაირად ისეთი ხარისხიანად და კარგად განხორციელებული, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს წყაროები მითითებული, აუცილებლად, მყარი არგუმენტები თავისთავად, უნდა იყოს ასევე ინფორმატიული, რომ ჟიურიმ დაინახოს ესე იგი სრული ციკლი პროცესისა, ხო, აღმოჩენიდან დამტკიცებამდე ამ ყალბი ინფორმაციის და ბოლოს ასევე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ შემოქმედებითობის ნაწილს, ანუ როგორ არის წარმოდგენილი ნამუშევარი. ამიტომ ამ კომპონენტსაც ვურჩევდი მონაწილეებს, რომ აუცილებლად მიაქციონ ყურადღება. ანუ რთული მისია, რამდენად რთულ მისიას შეეჭდება, რამდენად ბევრი არგუმენტი ექნება წყაროს მითითებით და მესამე კრეატივი. როგორ გადასცემს უკვე ამ ფორმა როგორ იქნება ამას? კი ბატონო. ესე ჩვენ კი აი მაგალითად ეხლა მე ძალიან დავინტერესდი ამ ამბით რა მაგალითად აი მოზარდი ბავშვი რომელიც მოდის ამას ყველაფერს განახორციელებს კარგად კი ბატონო კონკურენციას გამოცდის ამ კონკურსის ემოციებს გამოცდის აი რა უნარჩვევების შემუშავებაში დაეხმარება ეს კონკურსი მოზარდებს რო ვთქვათ ამ თემაზე მე ვფიქრობ, რომ მონაწილეები, რომლებიც ჩვენს კონკურსებში ღებულობენ მონაწილეობას, არა მხოლოდ ამ კონკურსში, იციან, რომ ეს არ არის უბრალოდ კონკურსი და გამარჯვება არ არის მთავარი. ეს არის პროცესი, სადაც ძალიან ცოდნა და გამოცდილების მიღება არის მთავარი და ამის საშუალებას ჩვენ ყველა კონკურსი იძლევა. ეს არის მედია წიგნიერების უნარების განვითარება, მაგალითად როგორ გავარჩიოთ ნამდვილი თუ ყალბი ინფორმაცია, იმიტომ რომ აი დამეთანხმებით დღევანდელ საინფორმაციო სივრცეში ძალიან რთულია. ყალბი ინფორმაცია ბევრია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ თემაზე მუშაობა არ არის მარტივი და ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელიც ასევე არის საინტერესო აი თანამედროვე მედიისა და ინფორმაციასთან მუშაობის, თქვათ, ცოდნა და უნარები. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ გამარჯვებასთან ერთად მრავალმხრივ, ესე იგი, ცოდნასა და კომპეტენციას შეიძლება. საჭირო უნარჩვევა არის, იმიტომ რომ ახლა არის სხვა ინფორმაცია, მართლა ძალიან რთული არის და სხვადასხვა აი მეგა კომპანიებისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი გამოწვევა, იმიტომ რომ თვითონ სოციალურ პლატფორმებსაც უჭირთ ამ ყველაფრის განსაზღვრა თუ რომელია ფეიკი და რომელია ნამდვილი ინფორმაცია და პასუხობს ამ დროის გამოწვევებს. სხვათა შორის ხელოვნური ინტელექტი ვიცით რომ საკმაოდ ბევრ კომპანიაში დაინერგა და კარგად იყენებენ მათ შორის გიგანტ კომპანიებზე მაქვს საუბარი მათ შორის მეტა და ასე შემდეგ რომელსაც ეკუთვნის Facebook-ი და სხვა სოციალური ქსელები მაგრამ იმდენად უმართავი გახდა ეს პროცესი რომ ახლა დაიწყეს მუშაობა იმაზე რომ მათ ამოიცნონ თუ რომელი არის ხელოვნური ინტელექტით ინტეგრირებული ვიდეო და ეს არის რაღაც დამატებითი ასე ვთქვათ გამოწვევა თვითონ ხელოვნურმა ინტელექტმა გენერირებული არის AI არის თუ არა და მე მინდა ვიკითხა ჩვენ საუბრობდით აი ამ არსებული გამოწვევის შესახებ და თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ეს კონკურსი თვითონ ახალგაზრდებისთვის მე მინდა კითხოთ სამომავლო გეგმების შესახებ რაც გაქვთ აი ამ მიმართულებით იმისთვის რომ ცნობიერება ამაყდეს და უფრო მეტი გამოცდილება მიიღონ მოზარდებმა და არა მხოლოდ მათ რა იგეგმება ამ მიმართულებით კი ბატონო ვახსენე კიდეც რომ ნამდვილი თომოგონილის კონკურსი ეს ყველაზე გამოცდილი კონკურსია თუმცა გვაქვს ახალი კონკურსები მაგალითად 2 წლის წინ ინიცირებული კონკურსები, რომელსაც უკვე ყავს მონაწილეები და უპრეცედენტო რაოდენობის მონაწილეები
სამიზნე აუდიტორია მოსწავლეები და მასწავლებლები იყვნენ, იყო კითხვა დასმული ასევე ინდივიდუალური თუ გუნდური კონკურსი, აი ზუსტად მედია წიგნიერების ოლიმპიადა გუნდური კონკურსია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ მასწავლებლები და მოსწავლეები. მაგალითად გასულ წელს ჰქონდა ზუსტად ხელოვნური ინტელექტზე თემატიკა და ძალიან საინტერესო ნამუშევრები მივიღეთ, ასე რომ ყოველთვის გვახარებს ეს საოცარ დაინტერესება სასკოლო საზოგადოებიდან. მხრიდან ჩვენ გვაქვს კონკურსები ასევე სტუდენტებისთვის, მაგალითად გასულ წელს პირველად ჩავატარეთ კონკურსი გახდი მედია წიგნიერების მკვლევარი, რომელიც ასევე ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, ასე რომ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა ინტერესი ამ მიმართულებით არ განელდება პირიქით, უფრო ესე იგი დიდი დაინტერესება წამოვა და რაც მთავარია ამ კონკურსის მონაწილეებს წარმატებას ვუსურვებ. ჩვენც უერთდებით ამ სურვილს და ვუსურვებთ გამარჯვებულებისთვის რა პრიზები არის ეს არ მომისმენია. არც მე სხვათაშორის. გამარჯვებულებისთვის პრიზები არის მართალი გითხრათ ყოველთვის ძალიან დიდი მოტივაციის ესე იგი საგანი, ვინაიდან ყოველ ჯერზე გვაქვს ბოლო თაობის ტექნოლოგიური პრიზები. პირველი ადგილზე გასული მონაწილე მიიღებს ბოლო თაობის მობილურ ტელეფონს, მეორე ადგილზე გასული ლეპტოპს, ხოლო მესამეზე პლანშეტს, ასე რომ ამით უნდა დაგვეწყო მე მგონი უფრო ყურადღებით მოგვისმენთ. მოზარდები, იმიტომ რომ მათთვის ამ ასაკში ყველაზე დიდი მოტივაცია ხშირ შემთხვევაში სწორედ დასაჩუქრება არის. მით უმეტეს კარგი ხარისხის და თანამედროვე ტექნოლოგია დაგვეხმარება სწორედ იმ მიზნის მიღწევაში, რასაც ემსახურება თქვენი კონკურსი. მადლობა და წარმატებები ასევე მონაწილეებს და